სალამ მეგობრებო, გიბრუნდებით კიდევ ერთი ეპიზოდით და დღეს გვექნება კიდევ ერთი მორიგი განხილვის ვიდეო და განსხვავებით მიკროფონისა, რომელთაც ეხლა ვსაუბრობ, დღეს განვიხილავთ დედაპლატას. ერთ-ერთ top tier დედაპლატას Asus ROG-ისგან, ეს არის AM5 სოკეტზე Asus ROG Strix X870 თეთრი ფერის დედაპლატა. აი აგერ გვაქვს ჩვენი დედაპლატა, არის მეორადი ვიყიდე ახალი ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ ყველანაირი აქსესუარი რაც საჭიროა ყველაფერი მოყვება და განვიხილავთ, შევაფასებთ, ნახავთ რა შეუულია და აგიხსნით რა კაპაბილიტები აქვს აი ამ დედაპლატას. ასეთია ყუთი, აი უკიდანაც ნახეთ. ესე. ადგილზე კიდე ნახავთ ყველაფერს, როცა უშუალოდ განხილვას დავიწყებთ. მოკლედ წავედით. აგერ გვაქვს ჩვენი დედაპლატა, მოდი ერთხელ მონაცემებს კიდე შევაჯამებ. Asus ROG Strix-ის X870A Gaming Wi-Fi AM5 სოკეტზე, DDR5 ოპერატიულების ხარდაჭერით, Gen 5 SSD-ის საპორტით, Gen 5 PCI 16X-ის სლოტით. რადგანაც Gaming Wi-Fi სერია, რა თქმა უნდა გვაქვს ანტენაც, თეთრი ფერის ძალიან ლამაზი, Wi-Fi 7 ტექნოლოგიის. ანტენის ნახვის შემდეგ ამოვიღოთ ახლა დედაპლატა უშუალოდ ყუთიდან და ვნახოთ კიდევ რა გვაქვს კომპლექტაციაში. აი ამ თეთრი ქაღალდის, ესე ვთქვათ, შიგნით არის მოქცეული ყველაფერი, რაც კომპლექტაციაშია, ანტენის გარდა რა თქმა უნდა. სტანდარტულად როგორც ახალს მოყვება 2 ცალის SATA კაბელი, გაუხსნელია ეს. ასევე M2 SSD-ებისთვის გვაქვს რეზინის პადები, ესეც მოყვება. ასევე სტანდარტულად zip type მოყვება კაბელ მანეჯმენტისთვის. და რა თქმა უნდა ჩვენი ინსტრუქცია მანუალი ROG-ისგან, რომელშიც წერია quick setup-ი, როგორ უნდა დავაყენოთ პლატა, რასად აქვს ჰედერები, როგორ ირთვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არაფერში არ გვჭირდება. როგორც ხედავთ, ასევე მოყვა keychain-ი, გასაღების საკიდი, ეს რაღაცა ROG-ის თავისებურებებიდან ერთ-ერთი და ასევე ძალიან ლამაზი თეთრი ფერის სტიკერების კომპლექტაციაც მოყვა. მოკლედ ეს აიტემები მოყვა, ეხლა ყუთი დაცარიელდა უკვე, გადავდოთ და ერთხელ კიდე შევაჯამოთ, რეები გქონდა კომპლექტაციაში. ესენი იყო keychain-ი, გასაღების საკიდი, ასევე ინსტრუქცია, მანუალი დედაპლატისთვის, zip tie-ები კაბელ მანეჯმენტისთვის, ასევე იყო SSD პადები, რომლებიც ეხმარება SSD-ის მოსათავსებლად ეს სიტყვით, SATA კაბელები 2 ცალი შავი ფერის, რა თქმა უნდა, Wi-Fi ანტენა, Wi-Fi 7 ტექნოლოგიით, 2 შესაერთებლით პლატაში, რომელიც იკეცება, იშლება, როგორც ხედავთ ვიდეოშიც. და ბოლოს სტიკერები, რომლებიც არის Asus ROG-ის თეთრი ფერის საკმაოდ ლამაზი და მშვენიერი სტიკერები. კარგით, გავწიოთ ახლა ეს ყველა ნიუთი და გადმოვდოთ უშუალოდ დედაპლატა და ვისაუბროთ მის შესახებ. აი ეს ჩასაფენი რაც მოყვა ყუთში, იმას გამოვიყენებ, რომ მასზე დავდო დედაპლატა და მანამდე კი აი ამ ცელოფენიდან ამოვიღოთ, რომელშიც რა თქმა უნდა უსაფრთხოების, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით არის მოთავსებული. აი მეგობრებო, შეხედეთ რა ლამაზი და მაღალი დონის დედაპლატაა. 4 სლოტი თავისთავად, ძალიან ლამაზი RGB აქვს ასევე. Strix-ის გაფორმებასაც ხედავთ heatsink-ზე და ქვედა ნაწილში კიდევ. მოკლედ ძალიან კარგად გამოიყურება თეთრი ბილდისთვის, ერთ-ერთი top პლატაა ჩემი აზრით. მოკლედ გადავიდეთ უკვე უშუალოდ მახასიათებლებზე დედაბარათის და დავიწყოთ ოპერატიულებზე საუბრით. როგორც ხედავთ, აქვს 4 სლოტი, არის DDR5-ის საპორტით და შეუძლია მაქსიმუმ 192 GB-ის
ჩატევა, ამუშავება, რომლებიც იმუშავებენ მაქსიმუმ 8000 ჰერცზე. 8000 პლუსი უწერია, მაგრამ რამდენად არის დატესტილი და ეგ ნამდვილად არ ვიცი და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ოპერატიულებს ძალიან ბევრს ვწუდებთ მოცულობაში, ჰერცებს ხშირად ვერ იყენებს ხოლმე. 8000 კი უწერია ოფიციალურად 8000 პლუსიც კი, მაგრამ მაგალითად 128 გიგაბაიტი რო ჩადოთ, დიდი იმედი არ გქონდეთ, რომ მაგხელა ჰერცებზე იმუშავებს ოპერატიული. როგორც ხედავთ, გვაქვს ასევე ძალიან დიდი უზარმაზარი ჰიტსინკი, რომელიც ეტი push აწერია კიდევაც ღილაკს, დააჭერს და ამოდის მთლიანად. მაგრად კი შეინარჩუნებს ტემპერატურას SSD-ზე იმხელა მოცულობაში. SSD-ებს რაც შეეხება უშუალოდ, პირველი სლოტი, სადაც ეს ჰიტსინკი ამოთავსებული, არის Gen 5-ის სლოტი, M2 რა თქმა უნდა, და ამას გარდა აქვს კიდევ 3 M2 SSD სლოტი, ოღონდ ისინი Gen 4 სლოტებია და თუ მათში მოათავსებთ SSD-ს, აღარ იმუშავებს ვიდეო ბარათი X16 სიხშირეზე და ჩამოვა X8-ზე, ამიტომ რეკომენდირებულია და აუცილებელიცაა, ესე ვთქვათ, SSD-ს პირველ სლოტში მოთავსება. რაც შეეხება PCI Lane-ებს, გვაქვს ორი ცალი, ერთი არის X16 Gen 5 სლოტი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია პროცესორთან, ხოლო მეორე Gen 4 სლოტი 16X-ია ორივე, მაგრამ ქვედა სლოტი დაკავშირებულია chipset-თან. მოდი ახლა ვისაუბროთ კონექტორებზეც ორი სიტყვით, რა შესაერთებლები გვაქვს. დავიწყოთ კვებით, გვაქვს რა თქმა უნდა 24 პინი დედაბარათისთვის და 8+8 პინი პროცესორისთვის ზევით. ამავდროულად კულერის შესაერთებლები, წყლის პომპა, ასე შემდეგ, სტანდარტულად როგორც ხდება. ამავდროულად არის USB და Type-C შესაერთებლები პლატაზე. რა თქმა უნდა, ესეც ყველა ტოპ პლატას ეკუთვნის. ქვევით გვაქვს ფრონტ პანელი სტანდარტულად, არის USB შესაერთებელი კვლავ, RGB ჰედერებია უამრავი პლატაზე. აუდიო ჯეკიც რა თქმა უნდა და ასევე არის SATA შესაერთებლები, რომლებიც ცოტა უცნაურია ასეთი დონის პლატისგან, მაგრამ სულ ორი ცალია. რაც შეეხება chipsets და sockets, მოდი chipsets-ზე უცებ გეტყვით, გვაქვს X870 ჩიპი, რომელიც არის top ტიერი ამ socket-ზე და ძალიან მაგრად მუშაობს, overclocking-ისთვის ყველაფერთვის კარგია. და რაც შეეხება sockets, არის AM5 socket-ი AMD-ებისთვის, პროცესორზეც გეტყვით ორ სიტყვას მერე. LGA socket-ია, AM4 იყო BGA, ეს გადავიდა LGA-ზე უკვე AMD-ც. და ამ sockets შეუძლია წაიკითხოს მე-7, მე-8, მე-9 თაობის AMD-s პროცესორები. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პლატა არის მეორადი, გამოიყურება იდეალურად, არაფერი, რამე ნაკაწრი ფიზიკური დაზიანება, კომპლექტაციაშიც პრაქტიკულად ყველაფერი მოყვა, მოკლედ ძალიან ბევრი ფული დავზოგე, რომ მეორადი ვიყიდე და არანაირად იმედი არ გამცროებია. მოდი ახლა გადავიდეთ პლატის უკანა მხარეს, რეისის შეერთება შეგვიძლია დედაპლატაში. როგორც ხედავთ, გვაქვს display პორტი, HDMI პორტი, BIOS-ის გასანახლებელი ღილაკი და ასევე CMOS-ის გასასუფთავებელი ღილაკი. ამავდროულად გვაქვს უამრავი USB სლოტები, 3 Type-C სლოტი, ინტერნეტის პორტი გვაქვს, ასევე აუდიოსთვის და Wi-Fi ანტენის პორტები. აი რაც შემიძლია რომ გადაჭრით და თავისუფლად თქვა, ამ პლატას პორტების პრობლემა სრულიად მოგვარებული აქვს. აი ყველაფერი აქვს საჭირო რაოდენობით მართლა რა. კინაღამ დამოვიწყდა ხსენება, აი Asus-ის ROG-ის ლოგოს რომ ხედავთ ზედა მარცხენა ნაწილში, ეგ არის RGB და შეუძლია განათება ნებისმიერ ფერში. ძალიან ალამაზებს და ძალიან კარგი დეტალია აი ამ პლატისთვის. მოდი ახლა ქვევით რომ ხედავთ Strix-ის რაღაცა პანელივით რო არის თეთრი. ეგ უბრალოდ სილამაზისთვის აქვს დახურებული, ქვევით SSD სლოტები არის. მოდი მოხსნი ახლა მაგ plate-ს ესე ვთქვათ და შეგახედებთ ქვევით რა სიტუაციაა. აი ასე მოხსენით და როგორც ხედავთ, ქვევით გვაქვს 3 ცალი დამატებით M2 SSD-s სლოტი. აი ასე მოხსენით და როგორც ხედავთ, ქვევით გვაქვს 3 ცალი დამატებით M2 SSD-s სლოტი.
ამ სამიდან ერთი არის PSI 5 X4 სლოტი 2280, დანარჩენი ორი კი ისევ 2280, ოღონდ PSI 4.0 X4 სლოტები. რაც შეეხება ზედა სლოტს, არის 2210 PSI 5.0, რა თქმა უნდა, X4 სლოტი. კარგი, მგონი საკმარისი ინფორმაცია იყო, ახლა დავახუროთ თავზე ისევ ეს პლეიტი. საბოლოოდ ასეთია მეგობრებო პლატა, აბსოლუტურად ყოველ დეტალზე ვისაუბრე მგონი, DEN-ზეც, ოპერატიულებზეც, PSI ლეინებზეც, SSD სლოტებზეც, სხვა შესაერთებლებზეც. საერთო ჯამში არის ძალიან ლამაზი და ტოპ ხარისხის და ტოპ სეგმენტის პლატა. ახალი როგორც ნახეთ, ფასი საქართველოში ადევს დაახლოებით 1500 ლარი, 1400 ლარი, კარგი 1300-საც შეიძლება ნახოთ. მეორადში გაცილებით იაფი მივეცი, არ მინდა ეხლა ზუსტად თანხის დასახელება. და ჩვენი მონსტრი 2 სიტყვით პროცესორის შესახებაც გეტყვით, რომელზეც უნდა აიწყოს ჩემი სისტემა. ეს არის Ryzen 9 9950X. 16 ბირთვიანი, 32 ნაკადიანი მონსტრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროცესორია, რაც კი არსებობს. ძალიან გიჟი კომპიუტერი აიწყობა, ძალიან გიჟი მონაცემებით, სხვა მონაცემების შესახებაც ინფორმაციას როდადრო გაიგებთ რა. ამის X3-იანი ვერსია მინდოდა, მაგრამ ისეთი ფასი ღირს, რომ უცებ გადავიფიქრე, ამაშიც კაი ძვირი მივეცი, მაგრამ ხო მოკლედ რა. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო ვიდეო. იმედია მოგეწონათ, აგერ არის პლატა ისევე. ინფორმაცია მიიღეთ, გადაწყვეტთ გიღირს თუ არა ამ პლატის შეძენა, თავისი ფიჩრებიდან გამომდინარე. ძალიან ტოპ სეგმენტის პლატაა ერთ-ერთი. მართალია Hero და Maximus-ებით მაგარი არ არის, მაგრამ მაინც თავის საფასო კატეგორიაში და თავის ჩიპსეტზეც ძალიან მაგარი ვარიანტია. თეთრი ბილდი ვისაც უნდა, იდეალური ვარიანტია. ეს და ხო აქვე დავამატებ, რომ ჩემი კომპიუტერისთვის, რომელსაც მე წინა ვიდეოში შეგპირდით, რომ ვაწყობ მეთქი ჩემსასაც და წლის ბოლომდე იქნება მეთქი ვიდეო, მაგ კომპიუტერისთვის არის ეს ნაწილი, ის პროცესორიც 16 ბირთვი 32 ნაკადი უძლიერესი 9950X, ხო და თეთრი ბილდი იქნება და დანარჩენი ნაწილები გაგიდლება რა არის კვების ბლოკი და SSD და ოპერატიულები, მაგას დროთა დრო აგიხსნით, განახებთ და აწყობის ძალიან მაგარი ვიდეოც დაიდება. პლატაზე ყველაფერი იცით, პრინციპში სამომავლო გეგმებზეც ყველაფერი იცით და შევხვდებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. არ დაგავიწყდით არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მადლობა, ნახვამდის.